დღეს ვისაუბრებთ არ წიგნებზე, მოგზაურ არ წიგნებზე. ვაკის მედიათეკაში დღეს გაიხსნა წიგნების გამოფენა, რომელიც ასევე ხვალაც გაგრძელდება. შეუძლია ჩვენს მაყურებელს მივიდეს და ათვალიეროს და ნახონ, რა ხდება და რა არის. არ წიგნი ეს არის რა თქმა უნდა, წიგნი, რომელიც შეუძლია ნებისმიერმა ადამიანმა გააკეთოს. ანუ არ აქვს მნიშვნელობა პროფესიით ვინ არის, შეიძლება იყოს არქეოლოგი, შეიძლება იყოს ქირურგი, შეიძლება იყოს მხატვარი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის ნამუშევარი. როდესაც შენ რაღაც გაქვს სათქმელი, ანუ არ არის აუცილებელი, რომ შენ დაწერო პროექტი, დაწერო რაღაც აუცილებლად ლიტერატურული ღირებულების მქონე რაღაც და მეიტანო გამომცემლობა. ხო, შეიძლება იყოს კოლაჟებისგან კრეატივის არ წიგნი, რომელიც ხშირად დიდი ტირაჟით არ გამოიცემა, რა თქმა უნდა. ამიტიც არის ორიგინალური ძვირი ღირს, მას სხვა მასალა გამოიყენება ხშირ შემთხვევაში. მოკლედ ჩვენთანაც არიან არტ წიგნების არტისტები, ვინც ამ წიგნებს ქმნიან, საკმაოდ ძლიერი პროდუქტია და გამორჩეული, ვიტყოდი, იმიტომ რომ დღესაც ვნახე და მანამდეც მქონდა ნანახი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვნახოთ რეპორტაჟი და შემდეგ დავუბრუნდეთ. გთხოვთ, ჩართოთ ფირი. წიგნის ხელოვნების ცენტრის ახალი პროექტი, მოგზაური არ წიგნების გამოფენა გაყიდვა, რომელიც იმართება თვეში ერთხელ სხვადასხვა სივრცეში. დავიწყეთ დეკემბრიდან და იმის მერე ჩავატარეთ, ეს არის უკვე მესამე გამოფენა. წიგნები უკვე დიდი ხანი არსებობს მსოფლიო ბაზარზე, საქართველოში გაჩნდა დაახლოებით 2012 წლიდან. ჯერჯერობით ფეხი მაინც არ აქვს მოკიდებული ჩვენ ბაზარზე, მაგრამ აი წიგნის ხელოვნების ცენტრი ეხმარება ადამიანებს, ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უნდა არ წიგნის გაკეთება, რომ ეს არ წიგნი შექმნას და მიიყვანოს ბოლომდე. პირველად გავაკეთე ესეთი წიგნი, რომელსაც ქვია Guardians, ანუ მცველები. ეს წიგნი არის ჩემი ბავშვობის მოგონებებზე და თამაშზე, რომელიც ბავშვობაში მოვიგონე და წიგნის პრინციპიც თამაშზე არის აგებული. მაგალითად, ისტორია იწყება ამით, რომ ჩემი ბებია ჩემის ფანჯრის სახელიდან ვიყურები, ხედავ ამ ნუცუბის პირველი პლატო არა. და ანუ და აქ ხდება ის მომენტი, როდესაც ბავშვის ფანტაზია შემოდის რეალობაში და ანუ ეს მომენტი არის, რომ ეს ჩიტი ასე ვთქვათ მოფრინავს და აჯდება ამ ხიდს. და ანუ მთელი წიგნი არის ამ თამაშზე აგებული. მეგობრებო, კვაჭის წიგნი ვერ ვიშოვე, ვერ დავითრიე, როგორც იტყოდნენ, მაგრამ იმედი მაქვს მომავალში ჩემს ხელთ აღმოჩნდება, იმიტომ რომ მართლა ძალიან მომეწონა კვაჭის წარმატებებს გისურვებთ და იმედია ამ მიმართულებით მოგივიდეთ იმუშავოთ. დიდი მადლობა. მეგობართან ერთად გავაკეთე 2 წლის წინ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვაქერქე დააბეჭდა და დღეს პირველად არის აქ გამოტანილი. ფიროსმანის ნამუშევრების შერჩევა საკმაოდ დიდი დრო მოვანდოვე, ანუ დამა, კაროლი, ვალეტი, დაახლოებით ტიპაჟურად რო ჯდებოდეს აგური, გული და ასე შემდეგ. ასევე ამოვჭერით ნამუშევრები და დაახლოებითი კონცეფცია ეს არის, რომ ვისწავლოთ დეტალებზე დაკვირვება. და თან ანუ ფიროსმანისედაც უკვე გაცვლეთილი თემაა და ცოტა სხვა კუთხით რომ დაგვენახებინა ეს ვცადეთ. თუმცა დიდი შანსია რომ ამის მერე ვიღაცებმა დააბრალონ ყველაფერს ის რომ რას უშვებით ფიროსმანს საქართველოს კარგავთ და ასე შემდეგ. ამისთვის რამდენად მზად ხარ? ვფიქრეთ, მაგრამ არა უშავს. ახლოს მომავალში ჩვენ ვაპირებთ ამ გამოფენის ამ სისტემით გაგრძელებას, ან ტაბი მოგზაური არ წიგნები იმოგზაურებენ მინიმუმ ამ წლის განმავლობაში ყოველთვის სხვადასხვა სივრცეში. დაგეგმილია ჩასვლა საქართველოს რეგიონებში, დაგეგმილია ასევე მოგვაქვს მოლაპარაკებები კიევში, მოლდოვეთში და აზერბაიჯანში ასევე. ანუ იმედია გამოვა და იმედია წავალთ ყველგან და ჩავიტანთ ქართულ არ წიგნებს. კომუნიკატორის ყველაზე აქტიურ მაყურებელს ჩვენ ორგანიზაცია Community ტაბი უგზავნით წიგნს ქართული ხატვანის სიტყვა თქმანი ანუ ტრაქში ქვა.
ესეც ასე. მაყურებელს უნდა მიმართო აი ეს წიგნი, რომელიც გვაჩუქეს, ვახმასობაში რაღაცას ხატავს და ალბათ მივხვდებით საბოლოოდ გასხატავს. წიგნი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ერთ გვერდს გაჩვენებთ ამ წიგნის, რომ უფრო უკეთესად მიხვდეთ, რას ნიშნავს და რა არის ეს. აი მაგალითად, შენ ჭამე ცეცხლი და ნავთი, ესეთი ცნობილი გამოთქმა, ესე გამოიყურება ადამიანი, რომელიც ჭამს ცეცხლს და ნავთს. შეგიძლიათ ნახოთ, ანუ მსგავსი რაღაცები ბევრია ამ წიგნში, ხო ყველას არ გადავფურცლავ. უკვე ძალიან მაგარია, როდესაც ესეთი იდეა გიჩნდება, რომ ილუსტრაცია გააკეთო იმ ასე ვთქვათ, რაღაც გამონათქვამების, რომელიც ასე მრავლად არის ჩვენში გავრცელებული და ხშირად აზრიც არ გვესმის, ასე ხება და რა არის. შერადახატე ხა ეგეც მაჩვენე. ეგეთი რაღაცა დავხატე, აი ხა ეს რო აჩვენო. ხო, ახლა კრავს გავს, ხო? ნუ ეს რო გადახაზო, ნუ კრავებით ბიჭი არ არის. შეიძლება, კი ბატონო, აი. ხო, აი რაღაც ეგეთ. ხო, ეს წეგან მეუბნებოდი რომ შენც რაღაც არ წიგნი და ეხლა უნდა გათქმევინო, იმიტომ რომ შენ თვითონ არის რაღაცა გაიგეთებია. საინტერესო იყო იმით, ჩემი ეს მცდელობა, რომ ბერლინში ვიყავი 2008 წელს, აქ რომ მიიღო იმ წელს და ჩამოვხიე ქუჩებიდან პატარ-პატარა სტიკერები მეტროებიდან, რაღაც პატარ-პატარა ძველი პლაკატებიდან ნაწილები და აქედან მაქვს აწყობილი ესეთი კოლაჟური წიგნი, საკმაოდ ისეთი სქელი არის. მედი მაქვს მაჩვენებ მე მაინც. ვეცდები. მოდი ვახო შევთავაზოთ ეხა მაყურებელს გათამაშება, ანუ ეს წიგნი აჩუქეს კომუნიკატორის ყველაზე გამორჩეულ და აქტიურ მაყურებელს, როგორ გამოვავლინოთ ესეთი მაყურებელი, მოდით მე რაღაცაზე ვილაპარაკეთ და მოდით. კარგი, მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ რა, აი უცებ რაღაც არ გამომივიდა ეხლა მთლად ისეთი კარგი, მაგრამ აი ეგეთი რაღაცა მოიფიქროს ვინმე, გამონათქვამი მიაბას თავის გამოსახულებას და დახატოს, თუნდაც კალმით არ არის ახლა აუცილებელი რაღაც აუცილებლები აკეთოს, გამოგვიგონოს Facebook-ზე, დაგვიპოსტოს და ვინც ისწავლებს ორიგინალური იქნება, აუცილებლად გადაეცემა ეს წიგნი. ეს არ არის იაფასიანი და ესეთი წიგნი, ისე არ შეხედოთ, საკმაოდ რთულია მისი მოპოვება, ისე კი ნუყურებთ. ზუსტად, ამიტომ გელოდებით მეგობრებო, გამოგვიგზავნეთ თქვენი ილუსტრაციების გამონათქვამების. არა, პირდაპირ მე რატო იყოს ესეთი თავისუფალი ფანტაზია, არა, აუცილებლად. დახატეთ, გამოგვიგზავნეთ, ატვირთეთ ჩვენს Facebook გვერდზე და შედეგად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ორშაბათს გამოვავლენთ უკვე გამარჯვებულს და რომელსაც გადაეცემა ეს წიგნი. უკმაყოფილოები ნამდვილად არ დარჩებით, იმიტომ რომ მინიმუმ 5 ჯერ მაინც გაიცინებთ. იქ სქვია მაქვა. დაახლოებით. ახლა ჩვენს ეთერში დაიჯესტის თუ არის დიდი მადლობა. დაჩი ჩვენ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. თქვენ უყურებდით კომუნიკატორს.